მიმართვა მთელ საპატრიარქოს. მოგმართავ თეიმურაზ ბოკელავაძე, მართლმადიდებელი ქრისტიანი კაცი, სისხლით, სულით, გულით ქართველი, რომელსაც ანაღვლებს სამშობლო და ქართველი ერი. პირველ რიგში მაქვს კითხვა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქრწანისის ტყეპარკი იყო საპატრიარქოს მმართველობაში. ამიტომ მაქვს კითხვა, იყო თუ არა ქრწანისის ტყეპარკი საპატრიარქოს მმართველობაში და თუ იყო, როგორ მოხდა მისი გასხვისება, გაყიდვა არაბებზე. ახლა კი მოგმართავ თხოვნით. კარგია ერთეული სასულიერო პირები, რომ გამოდიან ამ ორი არაბული ქალაქის წინააღმდეგ. მაგრამ ვფიქრობ, საპატრიარქომ უნდა ამოიღოს ხმა და დაძრას მთელი ერი. ამიტომაც მოგმართოთ თხოვნით, მოუწოდ მრევლს ქართული მიწის დაცვისაკენ, ჩაუდექით სათავეში და გაუწიეთ წინამძღოლობა, რათა მშვიდობიანად მოხდეს ქართული მიწის შენარჩუნება. გონს მოიგოს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, თორე საქართველოს ისტორია ფაქტი იმისა თუ რა შეუძლია ქართველ ერს. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს, გამარჯვება ქართველ ერს. გთხოვთ გააზიაროთ.